წინა ვიდეოში ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს რუსეთის სახელმწიფოსთან დიალოგი და მოლაპარაკებები თქო და ამაზე ჩემმა მეგობარმა მთხოვა, რომ უფრო კონკრეტულად მესაუბრა და როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებულიო. ამაზე ვეტყვი იმას, რომ ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩვენც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვიწევს, რომ დავჯდეთ რუსებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. რუსეთი ჩვენგან ითხოვს ერთადერთ რამეს, რომ საქართველოსთან უნდა მან მიიღოს მყარი გარანტიები იმისა, რომ არასდროს რუსეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ თუ ამის მყარ გარანტიებს მივცემთ რუსეთს და რუსეთი თუ დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოსთან არასდროს მას პრობლემა არ შეექმნება, რუსეთი წამოვა დათმობებზე, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. გარდა რუსეთთან მოლაპარაკებებისა, ჩვენ სხვა გზა არ გაგვაჩნია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოვაგვაროთ და აღვადგინოთ. ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ იმის საშუალება, რომ სამხედრო და ომის გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადავწყვიტოთ და შესაბამისად ერთადერთი გზა ეს არის რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და მოლაპარაკებების წარმოება. 2008 წლის ომიც, ჩემი აზრით, აი ეს პროვოკაციაც სპეციალურად იყო დავალებული მიხეილ სააკაშვილისთვის, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო რუსეთ-საქართველოს დაახლოება და ჩვენი ურთიერთობების დათბობა და კეთილმეზობლობა. და ეს არ აწყობდათ ჩვენს ეგრეთ წოდებულ მეგობრებს და სწორედ მაგიტომ მთელი 20 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად მიდიოდა ისეთი პროპაგანდა, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაებრმავებინათ სიძულვილით, ისე რომ რუსეთის სიძულვილით დაეკარგათ საღად შეფასების უნარი გარკვეული პროცესების. სწორედ ამას ემსახურებოდა 2008 წლის პროვოკაციაც და სერიოზული პროპაგანდა მიდიოდა იმაზე, რომ გაეღვივებინათ რაც შეიძლება მეტად სიძულვილი რუსეთის წინააღმდეგ ქართველებში, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არასდროს არ მომხდარიყო ჩვენი შერიგება და ჩვენი დაახლოვება. ეს არ აწყობდა ჩვენ ეგრეთ წოდებულ მეგობრებს. რაც შეეხება იმას, რომ აი რუსეთი სუსტია, რუსეთი დაიშლება, რუსეთი განადგურდება, ეს ყველაფერი არის სისულე. 3 წლის წინ, მაშინ როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, იძახდნენ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენო რუსეთს ისეთ სანქციებს დავადებთო, რომ რუსეთის ეკონომიკაო მაქსიმუმ 1 წელიწადში ჩამოიშლებაო და დაიწყებაო შიმშილიო რუსეთშიო და ეს მშიერი ხალხი გამოვაო და დაამხობს პუტინის ხელისუფლებასო და აი ეგ იქნებაო რუსეთის დასასრულიო. 3 წლის თავზე ეს ყველაფერი სხვანაირად არის და საპირისპიროდ პირიქით რუსებმა თავიდან ბოლომდე სამხედრო რელსებზე გადააწყეს თავიანთი ეკონომიკა და პირიქით გააორმაგეს და გაახუთმაგეს სამხედრო წარმოება და რუსეთმა რაც ფინანსური ზარავი ნახა ამ ომის დროს, ჩათვალეთ, რომ 1 მილიონჯერ მაგაზე მეტი მქონება უკვე აქვს რუსეთს მოპოვებული. იმ ტერიტორიების დაპყრობით, რომელი ტერიტორიებიც თავის დროზე იყო უკრაინის შემადგენლობაში, ხო? ამ ლუგანსკის და დონბასის ტერიტორიაზე იმდენი ბუნებრივი რესურსებია, რომ ტრილიონებზე მიდის საუბარი აქ. შესაბამისად, ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის შემდეგ რუსეთი უფრო გაძლიერებული პოზიციებით გამოვა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სამხედრო და ისე გეოპოლიტიკური. ეს არის ჩემი
სუბიექტური აზრი და შეხედულება აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია რუსეთისა და ჩვენი ხელისუფლების შორის მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ თუ რუსეთს არ გავითვალისწინებთ და ჩვენ თუ რუსეთის ინტერესებს არ გავითვალისწინებთ, ჩვენ შანსი არ გვექნება უბრალოდ რომ განვითარდეთ. უკრაინამ არ გაითვალისწინა რუსეთის ინტერესები და პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოებრიობის ინტერესების წინააღმდეგ დაიწყო სვლა და სწორედ ეგ არის იმის მიზეზი დღეს რაც ხდება უკრაინაში და საქართველოსაც ზუსტად იგივეს და უარეს დამართებდნენ იმ შემთხვევაში რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გაეწია წინააღმდეგობა აი ამ ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. დღეს არის იდეალური დრო და იდეალური მომენტი მოლაპარაკებებზე დაჯდომისათვის და თუ ჩვენი ხელისუფლება გადადგავს ნაბიჯს და დღეს დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან, აი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით და უფრო წელში გამართულები ვიქნებით. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს ხელისუფლებას მთელი მსოფლიო აიძულებდა რომ ფრონტის ხაზი გაეხსნა რუსეთისთვის და ეს ნაბიჯი არ გადავდგით ჩვენ. გამომდინარე იქიდან რომ მთელი მსოფლიო გვაიძულებდა რომ მივერთებოდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ არ გადადგა ეს ნაბიჯი. სწორედ აი ეს ფაქტები ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო ძლიერი პოზიციით წარმოგვაჩენს და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და რაც რუსეთის გარშემო ვითარდება, აი ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია ეხლა გამოვიყენოთ ჩვენთვის სასიკეთოდ, თუ გადავტყობთ ნაბიჯს და დავიწყებთ მოლაპარაკებებს რუსეთის სახელმწიფოსთან. ჩვენ უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო და ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და ის, რომ ეს ფაქტი არასდროს არ შეიცვლება და შეუძლებელია, რომ ან რუსეთი გადავიდეს სხვაგან და ან ჩვენ გადავიდეთ სხვაგან. ჩვენ ცხოვრობთ აი ესეთ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და აი ამის გააზრებით და ამის გათვალისწინებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უნდა ავირჩიოთ კურსიც. რუსეთი სანამ არის აი ამ ძალის წარმოდგენილი როგორიც არის, არასდროს არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოში გახდეს ნატოს წევრი და საქართველოში ამერიკის რაკეტები და ბაზები განთავსდეს. აქ ვიღაცებს მოყავთ ხოლმე ფინეთის მაგალითი, მაგრამ ეს არ ივარგებს ამ შემთხვევაში და საერთოდ სხვადასხვა მოცემულობაა გეოგრაფიულად ფინეთის შემთხვევა და ჩვენი ნატოს წევრობა პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოებრიობის მოსპობის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა და ჩვენ თუ ნატოს წევრი გავხდებოდით, ეს პროცესები აუცილებლად ცოტა ხანში გადაედებოდა ჩრდილო კავკასიას და მერე მთლიანად ვოლგისპირეთს და ეს კარგად იცის რუსეთმა, რომ ეს ასე მოხდებოდა და ეს იქნებოდა რუსეთის სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი და სწორედ იმიტომ არ დაუშვებს არასდროს რომ ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრები და ფინეთი რუკას თუ შეხედავთ ცოტა სხვა მოცემულობაა გეოგრაფიულად და ჩვენ საერთოდ სხვა მოცემულობა ვართ რუსეთისთვის. აი ამ ნატოში წევრობის თვალსაზრისით და ბევრად დამანგრეველი და დამღუპველი იქნებოდა ჩვენი ნატოს წევრობა რუსეთისთვის, ვიდრე არის ფინეთის წევრობა. აი ეს არის მე როგორც ხედავ აი ამ პროცესებს და ამ ყველაფერს და როგორც წარმომიდგენია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. და კიდევ ვიღაცებს წარმოუდგენიათ რომ თუ რუსეთი განადგურდება, დაინგრევა და დაიშლება და რუსეთის მაგივრად გაჩნდება რამოდენიმე სახელმწიფო რუსეთის ტერიტორიაზე, ეს იქნება ჩვენთვის თურმე რაღაცა კარგის მომტანი და
უფრო გავძლიერდებით და უფრო გავიმყარებთ პოზიციებს, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელია და პირიქით. რუსეთის განადგურება ავტომატურად შეიძლება გახდეს ჩვენი გამანადგურებელი. იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი რუსეთი განადგურდება და რეგიონში დაკარგავს გავლენებს და აღარ ექნება ის ძალა, რომ რეგიონში დარჩეს როგორც წამყვანი მოთამაშე, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გააქტიურდება თურქეთი და უნდა დავემშვიდობოთ მერე როგორც ბათუმს, ასევე მთლიანად შავი ზღვისპირეთს აფხაზეთის ჩათვლით და კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ აფხაზეთში ყოველთვის იყო თურქეთის ინტერესები და დღესაც საკმაოდ აქტიურად ცდილობენ ვიღაცები აფხაზეთში აი ამ თურქეთის ინტერესების გატარებას. აი ეს არის ის პროცესები, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის განადგურებას და ამ შემთხვევაში თუ რუსეთი განადგურდება, აუცილებლად გააქტიურდება თურქეთი და ეს იქნება ჩვენთვის დამანგრეველი და რუსეთი არასდროს არ ყოფილა და არც არის და არც იქნება ჩვენთვის იმდენად საშიში და იმდენად დამანგრეველი, როგორც იქნებოდა თურქეთი იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთი ვერ იქნებოდა შემაკავებელი ძალა. რუსეთის სიძლიერე იცავს ბალანსს და სწორედ რუსეთის სიძლიერე არ აძლევს თურქეთს იმის საშუალებას, რომ განახორციელოს ის რაც აქვს ჩანაფიქრი და პირდაპირ რუქები აქვთ თურქებს. აი მაგისი რაც ეხა მე ვთქვი, რომ პირდაპირ თურქეთის შემადგენლობაში ექცევა სრულიად ჩვენი ზღვისპირეთი და თუ რუსეთი განადგურდა და თუ რუსეთი დანაწევრდა და თუ რუსეთმა რეგიონში გავლენა დაკარგა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებლად გააქტიურდება თურქეთი და ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო დამანგრეველი და ყველაზე უფრო მომაკვდინებელი და აუცილებლად დავკარგავთ შავ ზღვას. ამ შემთხვევაში ზღვაზე გასასვლელი აღარ გვექნება და მერე ჩარლის ფასი იქნება ჩვენი ფასი. აი ეს არის რეალურად ის პროცესები, რა პროცესებიც ვითარდება და როგორც მე ვხედავ ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებს.